ძლიერმა წვიმებმა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით დაახლოებით 40,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობისა და გვალვის კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ჰიდროლოგიური სადგურის წყლის დონე მაქსიმალურ ზღვარს 255 მეტრს მიაღწია. რამდენიმე მდინარის წყლის დონე სწრაფად იზრდება და მოსაოდნელია, რომ ეს მდინარეები 30 წელიწადში ერთხელ წყალდიდობის დონეს გადააჭარბებს. ჩინეთიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაფარა საცხოვრებელი კორპუსებითა და მაღაზიებით გარშემორტყმული ცენტრალური გზა მდინარემ. ავტომობილები წყლით არის დაფარული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის საწინააღმდეგოდ 7 ძირითადი ზონა და 2 ცენტრალიზებული დროებითი თავშესაფარი შექმნა, რათა მოსახლეობა საცხოვრებელი და ძირითადი საჭიროების პროდუქტები მიაწოდოს. ჩინეთის ზოგიერთ რაიონში კავშირგაბმულობა შეფერხებულია, რაც ართულებს გადაუდებელი დახმარების პროცესს. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექია მოსაოდნელი.